კვლავ საქართველოს მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა. IDFI მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე ეკონომია რომ გაეკეთებინა, მოლოდინის რეჟიმში მყოფი 37,000 დევნილი ოჯახი მუდმივი საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა. კვლევის მიხედვით 2008 წლიდან მხოლოდ პრემია დანამატებზე 50%-იანი ეკონომიის პირობებში დევნილთა მუდმივი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად საკმარისი თანხის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი. 2016 წლის მდგომარეობით დაახლოებით 37,000 დევნილი ოჯახი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არის, რომ მან მიიღოს მუდმივი საცხოვრებელი. როგორც სამინისტრომ გაგვიმართა მათ, რომ დააკმაყოფილონ ყველა ოჯახი, მათ სჭირდება დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი. თუ ავიღებთ ჩვენ თუ რა თანხა არის გაცემული სასტატიო თანამშრომლების ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნახავთ, რომ მხოლოდ იმის 50% რომ გაცემული იყო 2008 წლის შედგომ, დღეს არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იქნებოდა საცხოვრებელი ფართის მოლოდინში.